ამაზე მაქვს ჩამოდებული მთელი, ამითი მარტო ვისვრი. ამიტომ თუ ვიღაცა გიმიზნებთ მარცხენა მხარეს, გაიქეცით რომ მარჯვენა მხარეს არ მოგაყოლოთ. რავი, თუ გაგიმართლეთ. არა თუ უკვე გამართლება რო ეგეთ სიტუაცია არა გაქვთ, მაგრამ თუ დაინახეთ რომ ვიღაცა გიმიზნებს და სრულად აპირებს, მარცხენა მხარეს გაერდეთ, იმიტომ რომ მარჯვენა მხარეს მოგაყოლებთ. იმის მხრიდან მარცხენა თქვენი მხრიდან მარჯვენა გამო. რავი, მონისწორეცა თქვი. მოგრეთ, მეგობრებო, აი ეს იყო ამ ორი იარაღის განხილვა. რეკომენდაციას უწევ ორივეს. საიგა და ვეპის პატრონები ვინც ახართ, ეგ სანადირო, სპეციალურად სანადიროდ გამოშვებული იარაღია, ამათთან საერთო არაფერი არ აქვს, გარდა იმისა, რომ საიგა და ვეპრი აი ამას გავს. ოღონდ ეს ის არ არის, რაც ნამდვილი საბრძოლო არ არის. სხვანაირი პარამეტრები აქვს. სხვანაირი რკინა გამოყენებული, ფასი სხვანაირი აქვს და ასე შემდეგ. ესეც საბრძოლო ამას თავისი ხიშტიც მოყვება, თუ მაღაზიაში იყიდით. ცოტა უცნაურად იშლება, მაგრამ უცნაურად იმასაც, ვისაც ამაზე აქვს ხელი მიჩვეული. ამით დავამთავრებ ამ ორი კალიბრისა და განსხვავებული იარაღის, ხო კიდე რა უნდა მეთქვა, ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებში იყო სუ კალაშნიკოვი საბჭოთა კავშირის დროს, მარტო ჩეხებს ჰქონდათ აი ეს იარაღი, ვეზე 58 შეიარაღებაში. ვაზნა ორივეში, აკმ-ში და ამაშიც მიდიოდა აი ესეთი 7.62